საარჩევნო ადმინისტრაციამ მორიგი ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო, სახელწოდებით საარჩევნო მედია სკოლა, რომელიც უნიკალური პლატფორმა არის და იძლევა შესაძლებლობას მომავალი ჟურნალისტებისთვის მიიღონ საბაზისე ცოდნა არჩევნებთან დაკავშირებით, ისევე როგორც არჩევნების გაშუქების ჭრილში, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, ობიექტურად გააშუქონ სხვადასხვა საარჩევნო საკითხები და ამ მომრჩევლამდე დაიყვანონ გადამოწმებული ინფორმაცია. საარჩევნო მედია სკოლა საპილოტო რეჟიმში ხორციელდება, რომელიც მოგცემს ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ იქ შეთავაზებული შინაარსობრივი საკითხები, ისევე როგორც ლოგისტიკა, რაც მოგცემს, რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ მისი განხორციელების მასშტაბები. დღეს პროექტის მონაწილეებს გავაცანით საქართველოში არჩევნების ისტორია, მისი საფუძვლები, ის საკანონმდებლო საწყისები, რომლითაც საქართველოში იწყებოდა დემოკრატიული საარჩევნო პროცესი. ასევე მონაწილეებს ვესაუბრე იმ საკითხებზე, რომელიც ეხება არჩევნებს როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედს. ვინაიდან ცხადია, რომ შეუძლებელი არსებობდეს დემოკრატიული სახელმწიფო ნამდვილი და სამართლიანი არჩევნების გარეშე. იყო ძალიან საინტერესო მსჯელობა მონაწილეებთან და შესაბამისად მომავალშიც ინტერაქტიული, ძალიან საინტერესო და ცოცხალი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება ამ პროექტის ფარგლებში.